გამარჯობა. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა ჩვენთან უკვე ხამია. ნინიმ გადაწყვიტა, რომ ჩემი სახე ბოლომდე აითვისოს ყველა კუთხე კუნჭული. და ელემდე ამის საშუალება არსებობს. კი, აი, ყველა ოთახში უნდა გადაიღოს. იმედი მაქვს საძინებელს დამიტოვებ ესე წმინდად ნინი. არ ვიცი. აი, სალონა მოვიდეთ. ხოჭენ მოვიდე ლაივში გავიდეთ. და ფერტუვის ლაივით რა შემოვიდე, შესაძინებს. და დღეს ჩვენმა მეგობარმა სალომ თქვა, რომ პრაიმ შოუში პრაიმ ჰაუსში მგონია თავი, იმიტომ რომ დღეს თელი რაღაცა ვიდეოებს ვიღებთ და ჩვენ ხარ მოგწყინდა და ჩვენ ძალიან ტყუის რომ არ თვითონ არ მოწყინდა და თავის თავზე ილაპარაკეთ უშენ. აი, მე ძალიან არ მომწყინდა, ძალიან ვერთობი და სალოს ამოასხა და პრაიმ ჰაუსში მგონია. მოიწვიეთ პრაიმ ჰაუსის ხალხი პოპულარობას აგვიწევს. პრაიმ ჰაუსი ვანახოთ, ხო რა შეუმარდებთ. იგარ უნდა თქვა. გაიქცევა. შეიძლება მოგდეს. მე მგონი ბერდებით ნინი. ან ისტერიკა. ეგეც არის. თან მე მგონი ბერდებით. რა სიტყვენინი. იცი რა არის? აი ცოტა ნელ-ნელა უკვე რაღაცები მაწუხებს ფიზიკურად და უფრო მოუხშირე. მე წელს ხდები, არ დავასახელებ იმ რიცხვს, რამდენისაც ხდები, გამოიცანით. დავტოვოთ რაღაცა. აბა ყურში მითხარ. არა, რა თქმა უნდა იცოდენ. აბა ყურში მითხარ რა ქვია. ასე რაღაცას იკითხები. მოდი გეტყვი ყურში. ხო და ანუ გამოიცანეთ, აბა დაახლოებით თქვენი აზრით რამდენი წლის ვარ, მაინტერესებს მართლა. არა, არ მგონია რომ ბერდებით, უბრალოდ ბალზაკის ასაკში. ანუ არა, მაგდონესაც არ ვარ ხა, კარგი. რამე რაღაცა გვაქვს. ნაჭამი გვაქვს. არაფერი, უბრალოდ დაღლილობის ისერია. რთული ყოფილა პოპულარობა. ხო და მოკეთ ამ სიბერეზე ჩაფიქრების ჟამს დღეს ანუ მართლა რომ დავფიქრდი რომ აი ისე უცებ გავიდა ბოლო დაახლოებით აი დრო არ მოგატყო 13 წელი არა მართლა აი 13 წელს იმიტომ ვიძახი რომ აი იმას საკის რო ვიყავი 13 წლის წინამდესაც ვიყავი ამას აქვს უყურებდი რომ ძალიან ბევრია თქო აი რაღაცა ძალიან მებევრებოდა მეშორებოდა და მეგონა რომ ძალიან დიდი ხანი უნდა და თან ამას აქში რო ვიქნებოდი всё უკვე ყველაფერია შემეძლებოდა და სხვანაირად ვიგრძნობდი თავს და აბსოლუტურად არა ზუსტად ისევე ვგრძნობ თავს როგორც 13 წლის მე ახლა აგვისტოში 31-ის ხდები და მაგას აქში 16-17 წლის ასაკში ვინმეს რო შევხედავდი 31 წლის 30 წელს გადაშორებული და იცინო და ვფიქრა რაცინებს ანუ რაცინებს რომ რაღაცა ცალი ფეხი სადა აქვს რა მიდოდა ექსე და მეთქა უბრალოდ ახლა ვაგერ მოვედი და სამარეში არა ახლა იქეთ გადავწიე ეგ თარიღი და ეგ ალბათ ძალიან ჩვეულებრივი მე კიდე იცი გეტყვი რა მაგზნობინა ცოტა უფრო რატომ მიდიხარ ჩემგან შორის კინები შორსტები ხო და კიდე რა მაგზნობინა იცი თავი უფრო მე როცა ჩემი სტუდენტები ყველა არის 2000 წელს ზემოთ დაბადებული. даже 2002 და 3 წელს ზემოთ არიან დაბადებულები. 2000 კი არა უბრალოდ. და აი მაგან ცოტა დამაფიქრა. ცოტა გული დამწყვიტა და მემს მეძახიან ხოლმე იმაში რა ქვია. ან dear professor. ოღონდ მაგის პატივისცემას გამოხატავენ და ძალიან საყვარლები არიან. მაგრამ ხო რაღაცნაირად თან გული მტკივა. ამას წინათ რამდენიმე დღის წინ, აი ხა შენ დამაფიქრე მაგაზე, ტრენინგზე მონაწილე მყავდა 2008 წლიანი. ანუ 2008 წელს რა ვიცი. ხო და აი ამ ნოტაზე და თან ეს Gen Zero ძალიან წინ წამოვიდა უკვე და ძალიან აქტუალური გახდა. შეგვაყოლეს და მოდი აი ზუსტად 2008 წლიანი ადამიანი მოვიწვიოთ სტუდიაში. ელენე სტუდიაში. აპლოდისმენტები. მოდი ელენე, ახლა მიკროფონს დაგამაგრებ. ჩვენ
ცხოვრებაში პირველად გვაქვს რაღაცა გასაყოფის. ლერნინგული არ მქონდა გასაყოფი ორი სკამი არ გვაქვს. ფიზიკურად ვამბობ რაღაცა. არ ვიცი. ტანსაც მე ჩვენ ეს შორს დავწერთ და ამი არ დისტანცია დავიჭირეთ. განსხვავება იმას. თავებს შორის. როგორ ხარ? კარგად თქვენ. ჩვენც კარგად, რა ვიცი. აგურს ასაკს შეექვევა. მე და აგურს ჩემს ასაკს შეექვევა. ზუსტად ისე. ანუ 10 საათზე მეძინება. ეგეც მართალია. ანუ არ უხუმრია ხალხო 11:30 ამ წელს და წეხე მეუნებდა ძირის რომ მოვიდა სასწრაფოდ შევწეროთ ეს რომ თუ გონიათ რა ქვემოთ რომ მელოდება და მე მგონი მაგიტომ მეპატიება. ოკეი, კარგი. ელენე, აბა სულ კითხოს და დაეჭირე. მონა. ელენე, როგორ ფიქრობ? რა განსხვავებაა შენთვის? აი, დედა შენი ხო მილენიალია? მეც მილენიალები ვართ. ყველაზე დიდი რა განსხვავებაა ჯენზის და მილენიალს შორის? ციფრების გარდა. პირველ რიგში ასაკი, და მეთქვა. ნინი, ნუ ასპოილერებ ხალხს. კბილების რაოდენობა. ამას გამოვთავე ცოტა ხანი. გავაგებთ მიკროფონს. მიკროფონი ნათას აქვს. რა განსხვავებაა ესე? ფიზიკური რო დავივიწყოთ. ფიზიკური რა ფიზიკურად. შევ მომიხაზდა. აი როგორ ვთქვა, მე ისე მილენიალებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც ასე რომ ვთქვა, ცოტა ამოვარდნილებიან სტერეოტიპიდან რა. გონება გახსნილები ასე რომ ვთქვა. აი მაგალითად დაასახელეთ ესეთი მილენიალები. თქვენ და თქვენ. აქაც კლეპინგის საუბარი. დედა ჩემი. და მასწავლებლები ზოგიერთი. ზოგიერთი ცოტა ერთი ორესავე მასწავლებელი რა. აი, გაითვალისწინე რომ ეს ვიდეო შეიძლება შენმა მასწავლებლებმაც ნახონ, ამიტომ ცოტა იციან. ნახე რა აი ხედავ? ერთ-ერთი განსხვავება არის, აი მიწდომა რა. ასე რომ ვთქვათ, ინტერნეტთან და უფრო თანამედროვე სამყაროსთან. იმ მასწავლებლებზე, რომლებზეც ლაპარაკობ, რომ მეთქი უფრო სტერეოტიპიდან ამოვარდნებიანენ თქო, რომც ნახონ, არ ეწყინებათ. არა, კარგს ვისაც იძახი, იმათ არ ეწყინებათ, კაცო, მე ვიძახ. და ახლა ვისა? მე გაგაფრთხილე, ცუდი არ თქვა, თორე კარგი თქვა. აი მართლა ეგ არის რა უფრო გონება გახსნილობა არის ყველაზე დიდი განსხვავება ამ ორ თაობას შორის რა. შეიძლება რაღაცა ტრადიციები უფრო მნიშვნელოვანი არის მილენიალებისთვის, ან უფრო არ არიან არ აქვთ კავშირი ახალგაზრდებთან და არც ცდილობენ ასე ძალიან რო ვთქვათ რა. დიდ განსხვავებას აი რასაც მოელი თაობებს შორის ის რა, მეტი არაფერი. ვერ ვიტყვი ბევრს ამაზე. არა, წყალი დავიწყე. ვიტანჯებოდი. და მაგის ცივეზე რომ გავაგზავნოთ ახლა ის არადეკვატურად რომ დავიწყოთ. მე რაღაცაზე ვერ დაელაპარაკები. აი რა თქმა უნდა ახლა შენ სტოლს უფრო მეც დაელაპარაკები ვიდრე უფროს. მაგრამ ეს ვისაც ამბობს ის მილენიალი არ არის. არა, კიდე უკან ხო არსებობს ისინი ბუმერები და ის. ჩემ მასწავლებლებს, რომლებიც ბუმერებში გადიან, იმიტომ რომ სხვა ზედაცრუებთან არ მაქვს კავშირი. ხო, იმიტომ მგონია რომ რაღაცა მილენიალებსა და ჯენს შორის აი თქვენ ხართ მილენიალების ძალიან კარგი მაგალითი რა, თქვენ ხართ მილენიალები ჩემთვის და დედა ჩემი. და ის რა ქვია თქვენთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რა უფრო დიდები ვახართ მე რაღაცას ვსწავლობ თქვენგანაც იმასაც ვიღებ რა ქვია არა advice რჩევებსაც ვიღებ და ძალიან მიყვარს თქვენთან ლაპარაკი იმიტომ რომ მეტი გამოცდილება გაქვს როგორც თქვით და მე რაღაცას ვსწავლობ თქვენთანაც გახსნები ვარ და აი მგონია რომ უფრო სერიოზულად მიღეთ და არ მაქვს აი ისეთი განცდა რომ როგორც ჩემტოლებთან არის დაცინვის ან დაჩაგვის რისკი ის მქონდეს თქვენთან და ამიტომ მე უფრო ზედასრულებთან ერთად მომწონს ურთიერთობა ან ისეთ ხალხთან რომლებიც უკვე გამოცდილი აქვს ცხოვრება იციან ის გრძნობები აი დაცინვა როგორია ის როგორი არის ახალგაზრდასთან მოქცევა და ამიტომ
ძალიან საინტერესო. შენც არ სტერეოტიპულად შეიძლება რაღაცა ცოტა უფრო გონება გახსნები და ისე. ეს რაღაცა შეკებიზი. ეს კარგი მილენიალის გაზრდილი არის ძალიან და იმით. შეიძლება. ხო, ეგ ძალიან სწორი რაღაცა თქვი, იმიტომ რომ ოჯახი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ოჯახი მე პირადად მგონია, რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არა, ისე რა ქვია, ვინ იქნება ჯენზი, მილენიალი თუ რაღაცა ჯუმბერის შვილი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის ღირებულებები და იდეოლოგია სწორად იყოს რა მიწოდებული და თავისუფლება ქონდეს ბავშვებს თავისუფლება, აი ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ის. აი მე არ მაქვს მასეთი გაუცხოება, ასე ვთქვათ, უფროსებთან და მილენიალებთან, იმიტომ რომ სწორი ხალხთან გავიზარდე. აი თუნდაც იყოს ნატა პატარა რო ვიყავი, ნატას მეგობრები, ნატას ქმარი, შენ ახლა და სხვები რა. და დედაჩემის გარემოში სადაც ვიყავი, ორივე მხარეს ხედავდი რა, აი უფრო კონსერვატიულებს რა, კონსერვატივებს, მილენიალებს და უფრო თანამედროვე პროგრესულებს რა, ორივე მხარეს ხედავდი და ეგეც უფრო კარგი იყო ჩემთვის. და რითი ერთობით ხოლმე? თინეიჯერები? ხო, აი თქვენ შენი ასაკის ხალხი რითი ერთობით ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ რითი ერთობთ? ხო, აი ტელეფონით, ხო. კიდე დიდი ხალხი, აი, ამის არ არსებობა. დღეს სხვათა შორის ელენას ის ქონდა, შოკი ქონდა, თაობათა ის შოკი ქონდა, რომ ჩვენ მეგობარს საულს კითხეთ ტელეფონი რა, საათი და დრო და ზუსტად იგივე დრო უთხრა, რაც მე დავხედე საათზე და ზუსტად იგივე საჩვენებდა და უფრო ფლეშბექი მქონდა რა, რაღაც ადრე რო იყო რომ ტელეფონს რო კურიერი მე ნატამ დაიხსნა რომ კურიერის დროზე ვასწორებდი და ძალიან იშვიათად იქნებოდა რომ 10 ადამიანიდან 3 ან 4 მაინც დამთხოვდა ზუსტად ერთსა და იმავე დროს და რაღაცა ის რო დაიმთხვა. ხო, ეს ჩემთვის მართლა შოკი იყო. ამის შოკი იყო რომ რა ტელეფონს აყენებდი და ტელეფონს არ ეყენებდა საათს. ანუ ზუსტი დრო რო ხელმისაწვდომი არ იყო, ეგ ჩემთვის ის იყო რა. უკვე ესეთი გათვისებული მაქვს ინტერნეტი და ტელეფონი ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისე ადვილი არის რომ ვერც წარმომიდგენია რა. ქუჩაში არ დგახართ ხოლმე ბირჟაზე ზაფხულობით? როგორ არა კაცო, ის რა ქვია, არის ისეთი მაგრამ ტელეფონებით ისევ ხო? ხო, რა თქმა უნდა, ჯენსის ისეთი ნაწილი ძველი ბიჭები, გოპნიკები, რომლებიც მაინც კიდევ აკეთებენ. გოპნიკ. ძველი ბიჭი რუსულად რა. გოპნიკ. ხო, ასეთი რაღაცა. Что это უნდა მეკითხე? იგრძენი. არის რა თქმა უნდა მასეთი ის, მაგრამ ხო, უფრო ტელეფონებში ვარ ჩართული რა. მაგრამ ეგეც არის, აი, ეგ სახა. იცი რა მაინტერესებს რა, მაგალითად მე და ჩემ მეგობარს ვქონდა ერთხელ შემთხვევა, როდესაც მე ესე ტელეფონზე მარც ისე ცუდად ნაკლებად ვარ დამოკიდებული, საკმაოდ ვარ მეც და ერთ ოთახში მოვხვდით რა და რაღაცა ვიდეო ჩაუგდე. ჩემ მეგობარ ანუკის და ერთ ოთახში ვართ, ჩაუგდე და იმან ტელეფონით ანუ ოთახში მარტო ჩვენ ვართ რა და მომწერა. მეც ვკითხე და სადღაც 2-3 წუთი წერდით ერთმანეთს, მაშინ როდესაც არაფერი არ ხდებოდა, ირგვლივ მარტო შეგვეძლო რომ გველაპარაკა და ეგ დისკომფორტს არ გიქმნის რა, არ გირჩენია face to face შეხვდები. მე არ მაქვს მასე, მე არ ვარ მასე. ხო, აი ოთახში რომ მეჯდეს ადამიანი. ხო, ოთახში ჩვენ რაღაცა შევიდეთ. ხო, რა თქმა უნდა. ზოგადად გეუბნები. მე მართლა მირჩენია რომ ტელეფონის გართობა მომწონს მარტო რომ ვარ რა მე ეს ჩემზე ვამბობ მე მიმოწერა არ მაქვს ძალიან ბევრ ხალხთან და უბრალოდ თამაშებისთვის ვიყენებ და რაღაცების საყურებლად მაგრამ როდესაც მეგობრები ვიკრიბებით აი მაკდონალდში გვინდა წასვლა ან უბრალოდ გასეირნო და მე მირჩენია რომ მართლა გადავდოთ ესენი და ვილაპარაკოთ უფრო აი დღეს როგორც ვილაპარაკეთ ჩვენ და ასე შემდეგ. იცი რა მგონია მაგაზე? ანუ ჩვენი თაობისთვის ტელეფონი იყო ძალიან ახალი რაღაც და მგონია რომ უცებ ძალიან ბევრი რაღაცა ზედმეტად მივაბით ამ ტელეფონს. ამათი თაობისთვის არ ვიცი რამდენად მართალია. ანუ ისეთივე ნაწილი არის, როგორც რა ვიცი, ჩვენთვის ავიას შევადარო ბურთით თამაში. ცუდი შედარებაა, მაგრამ ახლა წიგნი ბევრს არ უყვარდა. ანუ ამათთვის ეს არის ბუნებრივი მოცემულობა და იქნებ ზუსტად მაგიტომაც დროთა განმავლობაში ახალ და ახალ თაობას უფრო მეტად შეიძლება კონკრეტულ ასაკში უკვე კონტროლი ამისი მე არ ვიძახი ხა დამოკიდებულებებზე და იმებზე. იმიტომ რომ ამათთვის ეს მუდმივად იყო, არაფერი ახალი, რაღაცა exciting, ანუ ძალიან გამაგნებელი და ამაღელვებელი აღარ არის რა და ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ხა შენ რომ ეგრე გირჩენ, მაგრამ მაინც მგონია რომ შენ გამონაკლისი თინეიჯერი ხარ. უფრო ის არის, აი ყვანეს რაღაც.
აცუდი მაგალითი. სოციოლოგიაში ამას ვეძახით outlier-ებს რა. ანუ საშუალოდან გადახვეული რო არის რა. მართლა ძალიან ჭკვიანი და ძალიან გამონაკლისი. მადლობა. ეს ახლა მთელი მას თელ თაობას რო იმასვებით ახლა. ჯენზერი ყველა უტანელი ვიღაცა შერაცი თაობას. არა, მე არ ვფიქრობ ეგრე. არა. ჯენზის რო და ხო, ყველაზე უტანელები არიან ბუმერები. და მილენიალები არა. ისე მოდი ეგეც ჩავრთოთ რა, იმიტომ რომ ერთი წამით. სავარაუდოდ ბევრმა არ იცის რა არის. ანუ მოდი ეგეც ვთქვათ რა, ჯენზის რო ის ვეძახით, ბუმერებს ვეძახით და მილენიალები. ხო, მაგრამ მილენიალები. რომელიც წლიდან რომელ წლამდე არის დაახლოებით? ანუ 98-დან არის თუ 2000, ანუ მაგალითად 98-99-დან დაბადებულები, 2010-მდე ან 12-მდე, 2012-მდე. ნახოთ. რატო წვალობთ? 2012-მდე მე მგონი. და იქ გამოუშვებ იმას რა ქვია. და ანუ მე მანდედან სადღაც ქვემოთ 82 თუ 1-მდე არიან მილენიალები, მე ქვემოთ არიან ბუმერები და მე კიდე lost generation და ასე შემდეგ და ანუ და დაყოფილი პატარა განმარტებასავით რომ მსგავა რო გავაკეთოთ კიდევ ანუ დაყოფილები არიან იდეაში იდეოლოგიების მიხედვით რა რაღაცა საერთო თაობა საერთო იცი რა როგორი ტერმინი არსებობს baby boomer და ეს არის ბუმერი რომელიც ბუმერი რა ადამიანი რომელიც არ ჯდება ბუმერის თაობაში მაგრამ იგივე იდეალებს იზიარებს რა right ბუმერი ხომობს რა ეს კონკურენცია ასეთი მოკლეკავა და ამას ამბობს ამათი ასაკის ადამიანი რა ან ჩემი ასაკის ადამიანი და ეგ არის baby boomer ხო მე baby ანუ სულ ვიბნეოდი baby boomerები ვინ იყვნენ და ეხლა I was 2 years old when ჩემი ზებენი ჯაბა არის baby boomeri რა ჯაბა გამარჯო ჯამბული ჯაბა ჯაბა კაი ეხლა მე შენთან ესე არ ხდება ჯამბულის baby boomeri ეგ ბუმერია უბრალოდ ისე ჩემს სტუდენტებთან კიდე რაც მაიმე რა მაგიებს ხოლმე იცი სტუდენტები და თან აი ჩემთან ვინც მუშაობენ ხოლმე ეგეთ შენი ასაკის არა შენ ცოტა დიდები მაგრამ მაინც ჯენზისკენ უფრო მაიმე აკრონიმებით რო წერენ რაღაცებს ჩატში მაიმე ყველაფერს რო ამოკლებენ ну кай LOL და რაღაცები ხა ჩვენ თაობაშიც იყო მაგრამ ან ნახევარზე მეტი ან ზუსტად მათია AKYU why do you ანუ რა არის ანუ წესია რა დაწერ რატო გეზარება მეც მაწუხებს აი ყველაზე უბრალო ის სიტყვა რა გავიღოთ just ხო just როგორ წერენ იცი მაგას just ხო იწერება JUST და ამას წერენ JC ეგ არის just პირველად მესმის just ეს არის just ასევე ჩემი აზრით ინგლისურ ენას მეტი გამარტივება აღარ ჭირდება ისეც უმარტივესი ენაა რო ის რა ქვია ჯერ ხომ არის ძალიან გრძელი წინადადება და მე შემოდის ეს ნორმალური LOL და რაღაცები by the way და რაღაცები მე კიდე უფრო წვრილდება მე კიდე წვრილება და უბრალოდ აი თითო ის არის ბოლოს ალბათ აი ჩემი შვილის თაობა ალბათ გვეტყვის რომ ესეთ სიტყვები კი არა გამოვიცნოთ უბრალოდ რას ფიქრობენ და თვითონაც დიდი ხანი უყურებენ გიყურებთ არა მეც რაღაცა ინგლისურენოვან ფორუმებზე რო ვკითხულობ რაღაცეებს რა რომ მაინტერესებს ძალიან ბევრ რაღაცას ვერ გვგებულობ მაგ აკრონიმების გამო რომ ანუ ვერ ვხვდები და მე ChatGPT-ს უნდა ვკითხო და უნდა დავგუგლო რომ ეს რას ნიშნავს და ძალიან დიდი დრო მიაქვს რა ჩვეულებრივად ისე ახლა გამახსენდა ანუ სამსახურში ახალ სამსახურში პირველ კვირაში მეკითხება აქაურ ოფისში ხო არ გამოხვალო რა ანუ აქ არ ვარ იმასთან ერთად ერთ გუნდში არ მუშაობთ მაგრამ აი უნდა და გაცნობა რომ რაღაცა მეკითხებოდა როდის შეიძლება რომ მოხვიდე რაღაც ნახოთ და დაწერა ho I'm in ho HO ხო და ანუ ho იცით რას ნიშნავს home არ თქო ელნე გააფუჭე ხა ყველაფერი home office იგულისხმა მაგრამ აბა ho რას ნიშნავს ისე ხო ისეც ვიცი ხო ანუ ძალიან დიდი ხარ მე ხო კაცო ხო რა ხო კაი ამას მე გავაგებინებთ ამას ცალკე კადრს არა head office კი head office ეგრე ეგონოს ხო და უკეთ ძალიან ბევრი ვიცი მაგაზე რა ხო და ამის
ამის თემაზე რო დავრჩეთ, ელენე, ეხა ესეთ რაღაცას შემოგთავაზებ და ჩვენ მომზადებული ხართ, ვიცი, ხარ ვიცით. შენ გვეტყვი რაღაცა შენი თაობის სლენგებს, ესე რომ ვთქვათ, და ჩვენ შევეცდებით, რომ გამოვიცნოთ, რას ნიშნავს ეს სლენგები. აუ, არა, რაღაცაზე მაქვს ნაყურების შუტი. საკითხული განეცი უეჭველი. ქვითარზე. კაი, ძალიან ბევრზე მაქვს ნაყურები, მაგრამ მე ვიცოდი თუ ოდესმე ეს ცხოვრებაში ეს ტესტი რო დადგებოდა ჩვენ. კაი, სადაა? კაი. მე და ეს ვეჯიბრებით ერთმანეთს? გინდა და ფულები ფულები გადააქციე ყველაფერი შეჯიბრეთ. დიდი. კარგი, პირველი ცოტა ისეთი ადვილი cooked. What? Cooked. შემწვარი, მომზადება. ხო. და მაგრამ რა შეიძლება ნიშნავს? ადამიანზე არის? გამოვიყენო წინადადებაში? მიდი. She cooked with that. She cooked with that. რა შეიძლება იყოს? განძლიერდა იყოს. რაღაცა, ანუ ესე გააკეთა რაღაც საქმე? კარგად გააკეთა რაღაც საქმე? ხო, კარგად გააკეთა რაღაც საქმე. She cooked with that. შეცეგი. ნატას ერთი, კარგი. ანუ რატო გადავწყვი? Cooked what? გადავწყვეტ. მე რამეს დავარტყათ და მაშინ ისე იმასთან, რომ ის. კაი. მე შენდაგად. კიდე რა გვაქვს? 8. What? 8. რვა. შეჭამა. ეგ რვა ძალიან დიდი ხუმრობაა სხვათა შორის. კაი. შეჭამა. მოიცა ეხა წარადებაში გამიხარეთ. She ate. სერიოზული. მე არ ვაწები შე. დედა utira რაღაცა. აი ზუსტად მას აი კე. ანუ მას დედა utira რაღაცა ისინი ჩემია. თქვენ მისად ვიყავ. აი აი ახლა ძალიან პოპულარურებს გეტყვით ახლა. Riz. აუ რიზ გამიქია და აღარ Riz. ვიცოდი და Riz. აბა წამაკითხე. რიზ. ყველაზე მაღლა. რიზ, არ ვიცი, წინაზე მომთხარი? იტყვის ახლა შრიზ. ნინი გამოი. She has a lot of riz. აჰა. A lot of riz. მაგარი შექანებულია? ანუ გიჟია. ძალიან ისეთი კარგი ოფსილა აქვსო არა? ოფსილა რა? ანუ ესეთი მოხერხებული ტიპი არის და ბევრი ფული აქვს. ჩვენმა მეგობარმა ჩაია და ჩვენ წინა გიჟები ხართო შემოგხედა და მოგვაგინა და მე არ ვიცი. ვერ გამოიცანით ანუ ერთი ვერსია კიდე არის. ანუ რა ვერსია ვერ გავიგე ვერაფერი. ში რაღაცა she used her riz on him. ეფლირტავას ხო. ეგ არის ფლირტი და ის რაღაც მაშინ ბლორბო. რა? აი ძალიან გავარ. იყენებთ ძალიან ჩვეულებრივად. შევიაზეთ ახლა ჩვენ ბლორბო. სხვათა შორის. რა ყავს? აი ამ სიტყვას მართლა თუ ვიტყოდი ვინმეს. აი ბლორბო, როგორ არის ბლორბო რა არის? ესე ონლაინ მეგობრები? ახლოს ხარ, მაგრამ არა. მე ძალიან ბევრი ბლორბო მყავს. ბლორბო, ან best friend-ი. Beloved რაღაცა? ანუ ვისთან ერთად მაგრაგისტორი ყოფნა. კრაში. არ არის ის არის ან თამაში, ან ჰობი, ან რაღაცა ეგეთი. ცხოველი? არა. ბლორბო, აი შეიძლება ითქვას. ანუ თავში რაღაცეები. აი ზუსტად ახლა რა ეგა ხო? ვიცი, არა, მაგრამ აი ზუსტად ემოციები. აი შენ ბლორბოზე რო ფიქრობ ბლორბო აი ზუსტად მასე. კაი გითხარ. თქვენ ყავთ ალბათ ბლორბოები? მე მინდა რომ მყავდნენ. მითხარი და გადავწყვეტ. ბლორბო არის საყვარელი პერსონაჟი. აი საყვარელი პერსონაჟი თამაში. როგორ გაიგე? Beloved character აი მაგალითად. არა, ანუ მე მეგონა ეს ბლორბო. სიასოსა და ბლორბოში beloved character. ალბათ აკრონიმი არ არის სლენგი.
ხო აუ მომწონს მე მინდოდა რომ ბევრი ბლორბო უყოლოდა აუ მე და კი ბლორბოები და აი ბლორბო უნდა აწვალო უნდა გიყვარდეს უნდა გეჭიროს hold your blorbo ბოლო და всё დავას ბორო ნინი აგებდა და კიდე ცოტა საშუალო გეტყვით კარგად რომ დავამთავროთ situationship ეს ვიცი იცი კი ფრედ რო დავამთავრე situationship-ი არის ურთიერთობა სადღაც მთლად სტენკა არ აქვს ერთმანეთთან ანუ ნინი რუსულს თავი დაანე ფამდე არ მის ანუ ანუ სიტუაცია პონტის ტიპები არიან რა რაღაცა ხდება მაგრამ ბოლომდე არაფერი კარგად არიან მაგრამ ბოლომდე ვერ გარკვეულან ოფიციალური რა როგორ ხდება აი ურთიერთობები შევია ძალიან კაი ეს მეგონა რომ გეოცი კი მეგობრებამ გაიმარჯვა არა ხო ეგ ვიცოდი სადაც მეც მეგონა რომ მაგრამ ახს თაობა მაგას დარწმუნებული ხარ ჩვენ თაობა არ იყენებს მაგას არც ეროს არ გამოუყენებია მაგრამ ჩემი მეგობრის დეიდაშვილი არის situationship-ში რა და 1-2 თვის ამბავი და დავინტერესდი რომ მეთქი სადახან ანუ რა ხდება და ესე ამიხსნა ანუ ეს ჩვენ დროს რო it's complicated იყო იცი რა არის ხო რა ვერ ხვდები ფლირტის ანუ relationship-ის წინაპირობა რა ცერაფილები უზრდელობას ისეთია რა რომ ფლირტის პერიოდში რო არის ოფიციალურად არაფერი არ არის რა ეს ავართ ანის ზოგადად სტენკა რა ჩადგმული არც აი მე ამ გოგომეს რუსული სიტყვები დაუწერეთ კომენტარებში რომ რუსული სიტყვები ნინი აღარ გამოიყენა ისენა ყველაზე კი მაგრამ არ არის აუცილებელი აი ბუმერი ნიში ეს ფეხილავა იგი რა ბეიბი მოდი დავამთავროთ წავიდეთ დამთავრებისკენ ელენე ძალიან დიდი მადლობა მე მგონი ჩვენ არ გაგვიმართლა და ძალიან არატიპიური თინეიჯერი მოვიწვიეთ ჩაგვჭრა ჩაგვჭრა გაგვინადგურა თვით შეფასება აქეთ გვექნა მე გავერეთ თქვენი არ ვიცი მე გავერეთ კი რატო ვერ გაიხსნა რაღაცებს გვეუბნებოდი ჩვენ შტერვით პირს ვაღებდით და გაერთო შენ თავზე ილაპარაკე მე შტერივით პირს ძალიან დიდი მადლობა ელენე მართლა I don't want to play this game anymore და მე მართლა ძალიან მიყვარს ზოგადად რა ჯენზი და ახალი თაობაც და მიხუმრე მართლა ძალიან ინოვაციური ტიპები არიან და იცი რა მომწონს ყველაზე მეტად რომ აი ძალიან თავისუფლები არიან და ეგ ძალიან ასწორებს რომ მათთვის არ არსებობს რაღაცა მართლა მეზობელი ჯამბულის რატო გადავიდა მეზობელი ჯამბული და არა სხვა რაღაცა ქვია სხვა ვიღაცას წარმოვიდგენ მაგრამ სხვა რაღაცა ქვია და მეზობელი მანანა ძალიან უყვარს ეგ სახელი მაგრამ ის ზოგადად პირველად მომაფიქრა მაგრა კიდიათ ეგენ და ეგ ძალიან ასწორებს და იმაზე ვერ გეტყვი ხართ მართლა ჩემს სტოლებთან ვისაც სინამდვილეში ხვდები რა მაგრამ აი ონლაინ მართლა მასე არის რომ აი ისე კომფორტულად ვარ და ისე არ უნდა ვიფიქრო არაფერს რომ აი ასე არ გამოჩნდა ისე არ გამოჩნდა ეს ახლა ამას მეტყვის იმიტომ რომ ეს ვარ და ასე ვიქცე და თან სხვანაირად განვითარებული თაობა მოიხარც ტექნოლოგიებიდან დაწყებული განათლებიდან გაგრძელებული და თან ჯანმრთელობაც უწყობთ ხელს ნინი ეხლა კი ისეთი ახლა შენ რა სათამაშოებსაც ყიდულობ პირობითად ხო კრავა ეს რა სათამაშოებსაც ყიდულობ ხო ისეთი სათამაშოები რო გქონოდა განვითარებული კაი ეხლა მაგას არა რაღაცა სხვა ლეველის რაღაცებს კი ნამდვილად მაგრამ შენ რაებსაც ლაპარაკობდი და მით ამაც თაობაში დაეწია ტელეფონი ნამდვილად არა ბევრი განსხვავებაა აგეთა მოდი წავიდეთ დასრულებისკენ თორე ეს ჩვენ ვერასდროს ვერ დავამთავრებთ ჩვენს საუბარს ძალიან მევისია მონე მართლა და იმედი მაქვს მაყურებელსაც მოეწონება სასიამოვნო იყო შეიძლება კიდე დაგპატიჟოთ ან არ დაგპატიჟოთ ის ბაბული გადავწყვეტ თუ ახლოს მომავალ საქმეს ვერ გაგვაგდეს პროფესორად მე რა ახალ მიდივარ და მე აბა გამოვაგდეს კარგად და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში ტამ-ტუმ კარგი ძალიან მართლა გავერთე ძალიან კაი